როგორ ფიქრობთ, რა არის სრულყოფილი მოგზაურობა? ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ ყველაზე დიდ საკრუიზო ლაინერებს. Quantum of the Seas კომპანია Royal Caribbean International-ის კვანტრუმის კლასის პირველი საკრუიზო ლაინერია. ასეთი კლასის მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია 16 გემბანი, მათ შორის 8 ოკეანეს ხედით. სათვალთვალო კოშკი, რომელიც სურვილის შემთხვევაში 90 მეტრის სიმაღლეზე ადის. ასევე სხვადასხვა გასართობები, ავტოდრომიდან დაწყებული ვიდეო ეკრანით აღჭურვილი ღია აუზით დასრულებული. რომ არაფერი ვთქვათ Royal Caribbean-ის სტანდარტული ლაინერებისთვის განკუთვნილ სპასა და კაზინოზე. Oasis of the Seas ისტორიაში პირველი ლაინერია, რომელმაც 6000 ადამიანი დაიტია. იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერის წოდებას Allure of the Seas-თან ერთად იყოფს. ლაინერზე ორსართულიანი კაბინებია, რომელთა ფართობი 150 კვადრატულ მეტრს უტოლდება. მინი-გოლფი, ხელბურთისა და კალათბურთის მოედნები, კარაოკე და კლდეზე ცოცვის მოყვარულთათვის 2 დარბაზი. Oasis of the Seas ფინეთში ააშენეს, თუმცა მშენებლობის დასრულებისთანავე იგი ფლორიდაში გაემგზავრა. ფორმალურად Allure of the Seas 50 მმ-ით უფრო გრძელია ვიდრე Oasis of the Seas. სხვა დანარჩენში Allure of the Seas თავისი უფროსი ძმის მსგავსია. 25 რესტორანი და კაფე, თითქმის 2400 ეკიპაჟის წევრი, 7 სხვადასხვა ზონა, კალათბურთის სათამაშო მოედანი, zipline. Allure of the Seas-ზე მსოფლიოში პირველი საზღვაო სტარბაქსია განთავსებული. საღამოები 1920-იანი წლების სტილში და მიუზიკლი Mamma Mia. იტალიური კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ნორვეგიან Epic მგზავრებს შორის ყველაზე საყვარელი და ძვირადღირებული საკრუიზო ლაინერია. Allure of the Seas მას 21%-ით ჩამორჩება. ლაინერის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გარდა ტრადიციული კაიუტებისა, მარტოხელა ტურისტებისთვის სპეციალური სტუდიებია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით არის მორთული. მათთვის, ვინც მარტო მოგზაურობს, ხელმისაწვდომია საკუთარი ლაუნჯი. ლაინერზე უამრავი გასართობია, გამუდმებით უკრავს ცოცხალი მუსიკა და რეგულარულად გამოდის ჯგუფი Blue Man Group. Oasis of the Seas მშენებლობამდე ყველაზე დიდ ლაინერებად Freedom-ის კლასის ლაინერები Independence of the Seas ითვლებოდა. ლაინერზე გიგანტური თემატური აკვაპარკია, ყინულის მოედანი, სერფინგის პარკი და კალათბურთის რინგი. Independence of the Seas-ზე არის ასევე შიდა გათბობის მქონე აუზი. 2014 წლის მაისში ლაინერი ნორვეგიის საზღვრებთან დააკავეს გადასახადების გადაუხდელობის გამო, თუმცა სამგზავრო ლაინერმა საჭირო 600,000 კრონის გადახდა 1 საათშივე შეძლო და გააგრძელა საკუთარი გზა.
Queen Mary მეორე პირველი დიდი ტრანსატლანტიკური საოკეანო ლაინერია Queen Elizabeth მეორეს დროიდან, რომელიც 1969 წელს აშენდა. მისი ზღვაში ჩაშვების დროს იგი ყველაზე დიდი სამგზავრო ლაინერი იყო, თუმცა ამჟამად მხოლოდ მე-7 ადგილს იკავებს. ლაინერს სწორედ იმ Queen Mary-ს გამოეწოდა სახელი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცები ავსტრალიიდან და ამერიკიდან ევროპაში გადაჰყავდა. Queen Mary მეორის ბორცვზე არის ბიბლიოთეკა, პლანეტარიუმი და 3D კინოთეატრი. Norwegian Breakaway გიგანტური ლაინერია, რომელიც მთელი წლის მანძილზე ნიუ-იორკშია დაფუძნებული. გასართობებს შორის ლაინერზე ერთდროულად 3 ბროდვეის შოუა, კომედი კლუბი და ცნობილი შეფმზარეულის ჯოფრი ზაკარიანის რესტორანი. ლაინერის კორპუსი ამერიკელი მხატვრის მიტერ მაქსის მიერაა მოხატული. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გასართობებისა, ახალი ლაინერი მგზავრებს ილზიონარიუმსაც სთავაზობს. Norwegian Getaway გრემის პრემიის ოფიციალური პარტნიორია. ამიტომ ლაინერის ბორცვზე მსოფლიოს მთავარი მუსიკალური პრემიის რამდენიმე სამუზეუმო ექსპონატსაც შეგიძლიათ წააწყდეთ. წლის 16 ივნისს Royal Princess-ის საპატივცემულოდ გამართული ცერემონია იმდენად ბრიტანული იყო, რამდენადაც ამის წარმოდგენა შეგიძლიათ. ღონისძიებაზე სამეფო საზღვაო ქვეითი ჯარი, ირლანდიური გვარდია და თვით Kate Middleton იმყოფებოდა, რომელმაც ლაინერს სახელწოდება მიანიჭა. ლაინერს ღია ცის ქვეშ კინოთეატრის, შუქების შოუს და მოცეკვავე შადრევნების გარდა პატარა დობილი ლაინერიც ჰყავს სახელწოდებით Regal Princess. ლაინერმა პირველი ვოიაჟი 20 მაისს შეასრულა, პირველ სეზონს კი კარიბის ზღვის აუზში გაატარებს. თავდაპირველად პრეზიოსა ლიბიური სატრანსპორტო კომპანიისთვის შენდებოდა, მაგრამ ქვეყანაში მომხდარმა სამოქალაქო ომმა ეს გეგმები შეცვალა და ლაინერი იტალიურმა MCS კრუიზმა $550 მილიონ იყიდა. გასართობებს შორის ბორცვზე ფორმულა 1-ის სიმულატორი და 4D კინოთეატრია. პრეზიოსას ყავს ლაინერი და MCS დივინა, რომელსაც 2012 წელს სოფი ლორენის პატივსაცემად დაერქვა სახელი. Disney Dream და Disney Fantasy თანაბრად ინაწილებენ ადგილს მსოფლიოში ყველაზე დიდ ლაინერებს შორის. ისინი თითქმის ერთნაირები არიან სტრუქტურით და შემოთავაზებული გასართობებით. მაგალითად, აუზის გარდა ორივე მათგანზე არის წყლის ატრაქციონი Aqua Duck. ორივე ლაინერი კრუიზის დროს კომპანია Walt Disney-ის კერძო კუნძულს გაივლის.